საქმენდილაში დღეს ვმასპინძლობთ ლევან კურტანიძეს, ავერსი ფარმას მმართველი საბჭოს წევრს, რომელთან ერთადაც ავერსი ფარმას 2025 წლის შედეგებზე ვისაუბრებთ და ასევე მიმდინარე წლის გეგმებსაც მოვისმენთ, რაც დარწმუნებული ვარ აუცილებლად მოსაკითხ გეგმებს შორის არის მათი სპირალური განვითარების ტემპებს თუ შევხედავთ. დილამშვიდობისა ლევან. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და გილოცავთ ახალი სეზონის გახსნას. ასევე და ახალ წელს გილოცავთ თქვენ და თელ გვენ გუნდს. დიდი მადლობა. შევაჯამოთ, მოდი 2025 სპირალური აღმასვლის წელი იყო, მათ შორის ავერსისთვის ეს გეგმაზომიერი ზრდის წლად შეგვიძლია რომ ვთქვათ იყო, გამომდინარე თქვენი გეგმებიდან და დასახული მიზნებიდან. როგორი იყო ჯამში 2025 ავერსი ფარმასთვის? დიახ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს იყო კიდევ ერთი გეგმაზომიერი ზრდის წელი. ჩვენ წარმატებას ზრდავს ვუყურებთ ერთ-ერთი საზომით, რომ უნდა გვყავდეს იმაზე მეტი კმაყოფილი მომხმარებელი და იმაზე მეტი გამოჯანმრთელებული მადლიერი პაციენტი, ვიდრე გვყავდა წინა წელს. და ასე ვიზრდებით ყოველწლიურად 2025 წელიც იყო ამის მაგალითი და მომავალშიც გვაქვს იგივე გეგმები. კონკრეტული პროექტებიც განვახორციელეთ, როგორც აფთიაქების მიმართულებით, ისე კლინიკების მიმართულებით, რაც საშუალებას მოგცემს, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად გავიზარდოთ. აფთიაქების მიმართულებით ლევან, ანუ რაზე არის ძირითადად ზრდა გაკეთებული და რაზე აქცენტი და 2026 წელს ავერსის გუნდი? აფთიაქების მიმართულებით ჩვენ ძირითადად ვიზრდებით არამედიკამენტების მიმართულებით, ანუ ვამატებთ თავის მოვლის საშუალებებს დერმატოლოგიურ ბრენდებს, ბავშვთა მოვლა, კვება, აქსესუარები და ასე შემდეგ. ეს ტენდენცია არის მსოფლიოში და საქართველოს ბაზარიც ამ მიმართულებით ვითარდება. ამას აქვს თავისი მიზეზები, მომხმარებელს აფთიაქის მიმართ აქვს უფრო მეტი ნდობა, რადგან ბუნებრივად აფთიაქის მუშაობის სტანდარტი უფრო მაღალი არის, ანუ შენახვის პირობების დაცვით დაწყებული თვითონ პროდუქტის ხარისხი, მუშაობის სტანდარტი არის უფრო მაღალი, ამიტომ გვენდობა და მოთხოვნაც აქვს პირდაპირ მომხმარებელს მოდის მოთხოვნა, რომ უფრო მეტი პროდუქტი დავამატოთ. სანამ კლინიკების თემაზე გადავალთ და აფთიაქზე ჩაგიკითხებით, თქვენს წინა სტუმრობაში მახსოვს აქცენტირებდით ახალ ტექნოლოგიებზე, ამ შემთხვევაში ინფრასტრუქტურულ ტექნოლოგიას გულისხმობ, მათ შორის თვითმომსახურების აპარატებთან დაკავშირებით და რობოტიზაცია გულისხმობ თვითონ აფთიაქების ინფრასტრუქტურაში. ამ მიმართულებით რა წინსვლა გვაქვს? დიახ, თვითმომსახურების აპარატები თითქმის უკვე ყველა აფთიაქში დავდგით 2025 წელს. რაც ძალიან დიდი კომფორტი არის მომხმარებლისთვის და 2026 წლიდან და მომდევნო წლებში უკვე სააფთიაქო რობოტებზე გვექნება აქცენტი. ჩვენ ერთი რობოტი უკვე ავამუშავეთ, გარკვეული დრო დაჭირდა იმის ტესტირებას და უახლოს პერიოდში უკვე 12 ახალი რობოტის შეძენა გვაქვს დაგეგმილი და დავაინსტალირებთ როგორც თბილისში, ისე სხვა დიდ ქალაქებში, რადგან ასე ვთქვათ, მთელ საქართველოს კონდეს აი ამის შესაძლებლობა. ძალიან დიდი დახმარება არის ეს ფარმაცევტისთვის და ძალიან ეფექტური არის მისი მუშაობა. როდესაც აი ამ მაღალ სტანდარტებზე ვსაუბრობთ და მაღალ ტექნოლოგიებზე, ამ მიმართულებით ყოველთვის გამორჩეული არის ავერსი ფარმა. თუმცა ლევან, აი სამედიცინო აპარატურის მიმართულებითაც, რომელთაც ასევე წარმატებით ფუნქციონობს ავერსი, როგორც საქართველოში, არა მარტო საქართველოში, რეგიონშიც, ამ მიმართულებით თუ როგორი იყო 25-იც და 26-ში როგორი გეგმები გაქვთ და რაიმე სიახლე თუ იქნება ამ მიმართულებით? დიახ, 2025 წელს საკმაოდ ბევრი აპარატი დავამატეთ, ძალიან ბევრი პროგრამული განახლება გქონდა. დავამატეთ რამდენიმე მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფი, დავამატეთ სხვადასხვა პროგრამული განახლება უკვე არსებულ აპარატებს და 2026 წელიც დავიწყეთ სიახლეებით, რამდენიმე დღეში ჩაერთვება ყველაზე სოფლიოში ყველაზე ახალი და ყველაზე ძლიერი კომპიუტერული ტომოგრაფი კენონისგან 640-შრიანი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. ეხლა ამ დღეებში სრულდება ინსტალაცია, პარალელურად ჩვენი ექიმები ეხლა გადიან საზღვარგარეთ სწავლებებს, რომ 100%-ით გამოიყენონ ამ აპარატის შესაძლებლობები და მოახმარონ ჩვენ მოსახლეობას. ლევან, რა განსხვავებს აი ამ წინამორბედი აპარატისგან, მაგათი აი რა რითი არის ეს აპარატი გამორჩეული, რაც 2 დღეში ალბათ ჩაეშვება უკვე? დიახ, პირველ რიგში ეს რაოდენობა, ეს 640-შრიანი დღემდე არის ყველაზე მაღალი შრეების რაოდენობა. ასევე აქვს ამ აპარატს, რაც უნიკალური არის საქართველოში სპექტრალური ფუნქცია, სხვა დონეზე ხედავს სურათს და ასევე დამატებული აქვს ხელოვნური ინტელექტი,
რომელიც ძალიან ეხმარება ექიმს, ანუ ხელოვნური ინტელექტი პირველ რიგში აუმჯობესებს გამოსახულებას, მეორე რიგში ამცირებს კვლევის დროს, რაც ძალიან დიდი კომფორტი არის ექიმისთვის და პირველ რიგში პაციენტისთვის, ამ ნაკლები ხანი უწევს კვლევაზე და მესამე ერთგვარი ასე ვთქვათ ძალიან ჭკვიანი და გამოცდილი ასისტენტი არის ექიმისთვის. ანუ ხელოვნური ინტელექტი ცოცხალ რეჟიმში ამ პაციენტის სურათს ადარებს სოფლიოში სხვა ათასობით, 10,000-ობით სურათს და პირდაპირ ძალიან კარგ რჩევებს აძლევს ექიმს. თუმცა რა თქმა უნდა, საბოლოოდ ექიმი წერს დასკვნას და ექიმი არის გადაწყვეტილი. გაზეთ მქონდა ჯანდაცვის სტანდარტის. ხო, ჯანდაცვის სტანდარტის აქცენტი. აუ, გეთანხმებით აბსოლუტურად. ხო, გადაწყვეტილებას იღებს, თუმცა ის რომ ექიმმა გადაწყვეტილება მიიღოს, ერთია რომ AI იქ არის დამხმარე ექიმის, შეიძლება ესე ითქვას, თუმცა ის რომ AI ამ შემთხვევაში სწორად იმუშაოს, სჭირდება ექიმს სწორი გადამზადება იმისთვის, რომ ეს აპარატი სწორად იმართოს თავისთავად, ხო? რაშიც ყოველთვის აქცენტირებს ავერსი და საკმაოდ დიდ ინვესტიციებსაც ახორციელებს ამ მიმართულებით. ამ ხრივ როგორი წელი არის 2026-ში ავერსი ფარმასთვის? დიახ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, როგორც გუშინ გადაცემაშიც ისაუბრეთ, ხელოვნური ინტელექტი ექიმს არ ცვლის, ანუ საბოლოოდ ექიმი არის პასუხისმგებელი, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმების მომზადებას. ჩვენ ამ ხრივ საქართველოშიც მუდმივად გვაქვს ტრენინგები, ჩვენ ყველა კლინიკაში გვაქვს შესაბამისი სამსახური, რომელიც მუშაობს ექიმების მთლიანი სამედიცინო პერსონალის გადამზადებაზე, ასევე მუშაობს იმისთვის, რომ ის აპარატურა, რასაც ჩვენ შევიძენთ, 100%-ით აითვისონ უნდა გამოიყენონ და რა თქმა უნდა, ეხლაც რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფი არის ექიმების წასული საზღვარგარეთ უცხოური გამოცდილების მისაღებად და ასე ვთქვათ, სასწავლოდ. ლევან, კლინიკები ახსენეთ თქვენი წინასტუმრობისასაც გასულ წელს ჯერ კიდევ რა ხდება ამ მიმართულებით, რამდენადაც ვიცი გორშიც იგეგმებოდა საკმაოდ დიდი ჰოსპიტალის გახსნა, გისმენთ. დიახ, გორში სულ ცოტა ხანში დავასრულებთ და გაიხსნება ეს მესამე ფილიალი. ასევე მიმდინარე პროექტი გვაქვს რუსთავში, ავერსის კლინიკის მეორე ფილიალი გაიხსნება და ყველაზე დიდი პროექტი ამჟამად თბილისში გვაქვს, ავერსის კლინიკის ცენტრალური ფილიალის გვერდით 45,000 კვადრატული მეტრი სამედიცინო დაწესებულება გაიხსნება. ანუ ყველა კლინიკაში გავაფართოებთ არსებულ სერვისებსაც, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდი არის და დავამატებთ ახალ სერვისებსაც გვექნება ძალიან ბევრი სიახლე. თბილისში დიდი გამოდის, მრავალსაწოლიანი იქნება. დიახ, საკმაოდ დიდი იქნება, საწოლების რაოდენობა ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. ესაგებია. რადგან ძალიან დიდი მოთხოვნა არის ქართულ პაციენტებშიც და ასევე ჩვენ ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი პაციენტი ყავს უცხოეთიდან. და გვინდა რომ ეს ასე ვთქვათ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს პოტენციალი ავითვისოთ. ამ ხრივაც გამორჩეული არის ავერსი ფარმა, ავერსის კლინიკები. მათ შორის მაგალითად ერთი აპარატი რომ ავიღოთ გამანაიფის შემთხვევაში, რომ გამორჩეული იყოს ქვეყანა როგორც რეგიონში მიმზიდველობით სამედიცინო ჰაბის შენარჩუნებით და მათ შორის მეტად განვითარებითაც. ამ ხრივ რას გეგმავს და მეტად როგორ შეიძლება გააქტიურდეს ეს მიმართულება ლევან ავერსი ფარმას აი ამ აპარატების შემოყვანით საქართველოში? დიახ, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ისეთი აპარატი, რაც მსოფლიოში სულ რამდენიმე დაწესებულებაში დგას და ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ საქართველო გახდეს ერთგვარი სამედიცინო ჰაბი რეგიონში. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში ის, რომ მედიცინის დონე არის ძალიან მაღალი საქართველოში. მეორე ის, რომ სპეციალისტები ყავს ძალიან კარგი, უმაღლესი დონის. აპარატურა თავისთავად გვაქვს ძალიან მაღალი დონის და რაც თავარია ჩვენთან სამედიცინო მომსახურების მიღება, იქნება ეს კვლევების ჩატარება თუ მკურნალობა, გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი არის, ვიდრე მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც იგივე დონის სამედიცინო მომსახურებას თავაზობენ. იქნება ეს გერმანია, ამერიკა, ისრაელი, თუნდაც თურქეთი თუ ასე შემდეგ. ყველაფერი ამის ფონზე ლევან, თქვენს დამეთანხმებით ალბათ რომ გამოწვევად რჩება უცხოეთში პაციენტების გადინება. ალბათ ეს მთავარი გამოწვევაა თუ უმთავრესი არა ამ ინდუსტრიისთვის და სექტორისთვის. იყო თუ არა ეს გამოწვევებს შორის 2025 წელს სამედიცინო ჰოლდინგ ავერსისთვის და როგორ ცდილობთ ამაზე სრულს? დიახ, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის, არა მარტო ჩვენი სფეროსთვის, ვფიქრობ მთლიან ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის, რადგან ყოველწლიურად
100 მილიონი დოლარი იხარჯება ქართველი პაციენტების მიერ საზღვარგარეთ. ჩვენ წინა წლებშიც მუშაობდით ამაზე და 2026 წლიდან უფრო მეტი მუშაობა მოგვიწევს, უფრო მეტ აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, რომ პირველ რიგში ქართულმა პაციენტებმა საქართველოში მიიღონ ის მომსახურება, რასაც მიიღებენ გაცილებით უფრო ნაკლებ ფასად და უფრო მეტი თუ არა არანაკლები ხარისხით, ვიდრე იღებენ სხვა ქვეყნებში. ჩვენ გვიწევს ასე ვთქვათ კონკურენცია მოცხორ კლინიკებთან, რომელსაც საკმაოდ წარმატებული და აგრესიული მარკეტინგი აქვთ. თუმცა მუშაობთ და ნელ-ნელა იცვლება ეს და ნელ-ნელა ქართველი პაციენტების ფსიქოლოგიაც იცვლება სასიკეთოდ. წარმატებები. იმედია და მოდი ყველამ ერთად ჯანმრთელობა უსურვოთ ყველას, ნაკლებად დაჭირდეთ ნებისმიერი ტიპის მომსახურება, მთავარია ჯანმრთელობა, რაც გაზრდებს ყველას. მათ შორის ავერსი სამედიცინო ჰოლდინგ ავერსის გუნდსაც მე წარმატებებს ვისურვებთ ყველას. დიდი მადლობა მობრძანებისთვის ლევან კურტანიძეს, იგი ავერსი ფარმას მმართველი საბჭოს წევრია. ერთი რაც ვიცი, ავერსის ჰოლდინგი, რომელიც რეგიონში ერთ-ერთ უმსხვილეს სამედიცინო ჰოლდინგს წარმოადგენს, გააგრძელებს როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე სამეცნიერო მიმართულებით განვითარებასაც და ადამიანურ რესურსში ინვესტირებას, რაც მომდინარეობს კიდეც დღე პირველიდან, როცა პატა კურტანიძემ და მისმა პარტნიორებმა დააფუძნეს კომპანია ავერსი.